14 აგვისტოს მედიამ ვიკილიკსზე დაყრდნობით გამოაქვეყნა საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტისა და დღევანდელი აფხაზეთის აწუყვე პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის საუბრის დეტალები, რომელიც 2005 წელს გაიმართა. დღეს კი, როდესაც ალექსანდრე ანქვაბი უკვე თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტია, აღნიშნული საუბრის შინაარსი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ჩვენ სიუჟეტში ერთ კონკრეტულ დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას და ვეცდებით ეს თემა მაყურებლისთვის მაქსიმალურად გავშალოთ. ალექსანდრე ანქვაბი 2005 წელი. ამ განცხადებიდან 1 წლის შემდეგ აფხაზეთის გავლით სოჭი თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მაგისტრალის გახსნაზე საუბარი აქტიურად დაიწყო. თბილისსა და მოსკოვში შედგა რამდენიმე შეხვედრა. შეხვედრებს თვითაღიარებული აფხაზეთის, თბილისის, რუსეთისა და სომხეთის შესაბამის უწყებათა ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, თუმცა საუბარი თემაზე მალევე შეწყდა. რაულ ხაჯიმბა, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ინტერვიუ 2011 წლის 14 აგვისტო. Мы признаем, что опыта таких масштабных проектов у нашего молодого государства, конечно же, немного, и РЖД нам во всех этих вопросах оказывает всяческую поддержку. ალექსანდრე ანქვაბისა და ხაჯიმბას საუბრების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დღევანდელ აფხაზეთში არასახარბიელო ეკონომიკური ვითარების პირობებში აფხაზები კარგად აცნობიერებენ საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობას, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს ამ კონტექსტში რუსული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ხაჯიმბას მხრიდან ხაზგასმა იმისა, რომ რკინიგზა აფხაზეთის საკუთრებაა. იქნებ იმას, რომ აფხაზურ მხარეს რეალურად სურს, მაგრამ საქართველოსთან ზოგადად ეკონომიკური ურთიერთობების და კონკრეტულად სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენაში სწორედ რუსული ფაქტორი უშლის ხელს, თუმცა ეს საუბრის კიდევ სხვა თემაა. რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ რუსეთის რკინიგზამ სწრაფი ტემპით განაახლა აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მაგისტრალების აღდგენა რეაბილიტაცია. მსგავსი სამუშაოები რუსეთის დახმარებით 2008 წლამდე ხორციელდებოდა, თუმცა მას ისეთი მასშტაბები არ ჰქონია, როგორც ამჟამად. და რაც მთავარია, ეს პროცესი აფხაზური მხარისთვის ეკონომიკურად ნაკლებად მიმზიდველია. რუსეთის რკინიგზის მიერ ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალების აღდგენასთან ერთად უნდა განხორციელდეს შემოვლითი გზები, ჩიხების და შესაბამისი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება. დიდი ალბათობით აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა შესაძლებელია ემსახურებოდეს როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან მიზნებს. მოკლევადიან პერიოდში რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის აღდგენა სავარაუდოდ სამხედრო მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. იქიდან გამომდინარე, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეთა კონტინგენტი, მათ მოსამარაგებლად სამხედრო ტექნიკით და აღჭურვილობით დიდი მნიშვნელობა ენიჭება რკინიგზის ხაზების მიყვანას მათი განთავსების ადგილამდე. განსაკუთრებით კი ოჩამჩირისა და გალის რაიონებში, სადაც ძირითადად განთავსებულია და მომავალში დამატებით განთავსდება რუსული ქვედანაყოფები. აღსანიშნავია, რომ სამხედრო ტვირთების გადატანისთვის რუსეთისთვის ძალზე ტრადიციულია და აპრობირებული სამხედრო ეშელონების გამოყენება. თუ რუსეთი მომავალში შეესწრება სამხედრო აგრესიის წამოწყება საქართველოს წინააღმდეგ, რაც მათთვის საქართველოზე კონტროლის მოპოვების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად განიხილება, რუსეთი ადვილად და სწრაფად შეძლებს დამატებითი სამხედრო ძალებისა და ტექნიკის გადმოსროლას გალის ზუგდიდის ადმინისტრაციულ საზღვარზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აგვისტოს ომში რუსებმა დააჭარბეს ძალებს და არ ჭირდებოდათ არც იმდენი სამხედრო ტექნიკა, არც იმდენი სამხედრო ძალა, რაც თავი მაშინ შემოიყვანეს, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ტაქტიკური სვლა გააკეთონ და ფსიქოლოგიური ოპერაციის ჩატარების მიზნით საქართველოს ზემოქმედების მიზნით ხადია, მათ შემოიყვანონ ძალიან დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა და ტექნიკა. მათ შეიძლება არ მიიღონ ბრძოლაში მონაწილეობა, მაგრამ ეს იქნება ფსიქოლოგიური ოპერაციის ნაწილი, რაც ჩვენ და სამწუხაროდ შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს წარმოქმნილი კონფლიქტის შემთხვევაში. სამხედრო დატვირთვის გარდა შესაძლებელია რუსეთი გეგმავდეს, რომ აფხაზურ სარკინიგზო ჩიხს სატვირთო გადაზიდვების დანიშნულება შესძინოს. კერძოდ შესაძლებელია, რომ მოხდეს სოხუმის და ოჩამჩირის პორტების განვითარება და მათი სატვირთო პორტებად გამოყენება, საიდანაც მოხდება რუსეთიდან სხვადასხვა დანიშნულების ტვირთების ექსპორტი, რომელთა მიტანა რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან აფხაზურ პორტებამდე სწორედ რკინიგზის მეშვეობით განხორციელდება.
თუმცა ეს უკანასკნელი გრძელვადიან პროექტთა რიცხვში შეიძლება შევიტანოთ, რადგან სოხუმსა და ოჩამჩირის პორტების გახსნა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე ვერ მოხერხდება. ამჟამად სოხუმისა და ოჩამჩირის პორტები წარმოადგენენ დახურულ პორტებს ნაოსნობისთვის. აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთი რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის აღდგენას განიხილავს სხვა უფრო მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტის ჭრილში, რითაც თავის მხრივ განსაკუთრებით სომხეთია დაინტერესებული. საკითხი ეხება რუსეთიდან სომხეთამდე საქართველოს გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას. როგორც რუსეთისთვის, ისე სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ პროექტის განხორციელებას, რადგან იგი ხელს შეუწყობს გააიოლებს და გააიაფებს სხვადასხვა დანიშნულების ტვირთების შეტანას სომხეთის ტერიტორიაზე. მათ შორის სამხედრო დანიშნულების ტექნიკისა და ტვირთების მიწოდებას, როგორც სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის, ისე გიუმრიში განლაგებული 102 რუსული სამხედრო ბაზისთვის, რომელთა ტრანსპორტირება რუსეთიდან სომხეთში საჰაერო გზით დიდი მასშტაბებით ვერ ხორციელდება. საქართველო-რუსეთის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა ეს არის ნომერ პირველი, ასე ვთქვათ, ინტერესი სომხეთისათვისაც და ბუნებრივია რუსეთისათვისაც. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად საქართველოს ინტერესებში შედის, მაგრამ პირველ რიგში ეს სომხეთის ინტერესებში შედის, იმდენად რამდენად სომხეთისთვის საკმაოდ პრობლემატურია ტვირთბრუნვა, როგორც საკუთარი ტვირთების გატანა, ასევე ტვირთების მიღებაც. რა თქმა უნდა, აქვთ მათ ირანიდან გასასვლელი, მაგრამ რუსეთთან კავშირზეა ამ შემთხვევაში, რუსეთთან მიმართებაში თვითმბრუნვაზეა საუბარი და მათთვის ალბათ სასიცოცხლო მნიშვნელობის არის. შესაბამისად, საქართველოს მონაკვეთის აღდგენა ამ ხაზს შეავსებს, მაგრამ ზუსტად აქ შეიძლება გარკვეულწილად იმისთვის, რომ სიტუაცია თქვა სომხური გავლენა აფხაზეთში, პოლიტიკური გავლენა, ჯერჯერობით სხვა გავლენაზე ჩვენ ვერ ვსაუბრობთ, ვერც ბიზნეს გავლენაზე, იმიტომ რომ საქართველო ვერ მონაწილეობს. ერთადერთი პოლიტიკურ გავლენაზე შეგვიძლია აფხაზეთში სომხები, შეგვიძლია გამოვიყენოთ დაუშვათ სომხეთთან სავაჭრო თემად, აი ამ რკინიგზის, როდესაც დადგება ალბათ ადრე თუ გვიანეს უნდა გადაწყდეს ეს თემა, ალბათ როგორ მოხდება ეს რთული სათქმელია. 2 წელიწადში, 10 წელიწადში თუ უფრო შემდგომი პერსპექტივა აქვს, მაგრამ როცა მოხდება, ყოველ შემთხვევაში საქართველოს გარკვეული ასე ვთქვათ, საშუალება ეძლევა იმისთვის, რომ სომხური პოლიტიკური გავლენაზე ესაუბროს სომხეთს ამ რკინიგზის გახსნის სანაცვლოდ. ასევე აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნულით რუსეთის შეძლებს შემდგომში ირანთან სარკინიგზო მიმოსვლის დამყარებას, რაც მის გეგმებსა და ამოცანებში წესით უნდა შედიოდეს. ამ კონტექსტში საინტერესოა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ტიგრან სარქისიანის განცხადება იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები სომხეთი-ირანის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე ირანულ მხარესთან ისევ განახლდა. და იქვე დაამატა, რომ თემის გარშემო ასევე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს რუსულ და ირანულ მხარეებს შორის. როგორც ცნობილია, სომხეთის რკინიგზა ჯერ კიდევ 2008 წელს მართვაში გადაეცა რუსეთის რკინიგზის შვილობილ კომპანიას. ზემოაღნიშნულიდან ცხადია, რომ აფხაზეთში მიმდინარე სარკინიგზო მაგისტრალის რეაბილიტაცია ჯერჯერობით წარმოადგენს მოსამზადებელ სამუშაოს, რათა რუსეთმა საქართველოში მისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური და სამხედრო კონტროლის მოპოვების შემთხვევაში უმოკლეს ვადებში მოახერხოს საქართველოს გავლით სარკინიგზო მიმოსვლის დაწყება.